საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის როინ შავაძის უკანონო დაკავების და განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცისხლის სამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო. 2008 წლის 15 აგვისტოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა მიიღო ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. მეორე დღესვე 16 აგვისტოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი ორ თანამშრომელთან ერთად თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მივიდა, სადაც როინ შავაძე მსახურობდა და ბრიგადის მეთაურს მოსთხოვა შორიდან ვიზუალურად ეჩვენებინა იგი. მთავარი სამმართველოს უფროსმა როინ შავაძის დანახვისთანავე რამდენჯერმე შეიგინა მისი მისამართით და დაიმუქრა, რომ სამაგალითოდ დასჭიდა. იმავე დღეს კუდის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით ქალაქ ბათუმში გამსახურდიასა და მელაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ. როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო. მათ შორის მარცხენა მხრის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ასევე არაერთი დაზიანება ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონება დაკარგული როინ შავაძე ერთ-ერთი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს. მომხდარის თვითმხილველი გახდა ათეულობით მოქალაქე, ვინაიდან ინციდენტი მოხდა დღის საათებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, სადაც უამრავი ადამიანი გადაადგილდებოდა. ფიზიკური ანგარიშწორების შემდეგ სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით როინ შავაძე მკვლელობის მიზნით ქობულეთი ქაქუთის საავტომობილო გზის მიმართულებით წაიყვანეს. ბათუმის გასასვლელთან მათ დამატებით შეუერთდნენ სპეცდანიშნულების რაზმის სხვა წევრები. ქობულეთისა და გურიის საზღვართან აღნიშნულმა პირებმა გააჩერეს ავტომანქანები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე გადაიყვანეს ავტომანქანიდან. დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ, ქარსაცავი ხეების ზოლის მიმდებარედ და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როინ შავაძეს სხეულზე აღენიშნებოდა დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა. გარდა ცეცხლნასროლი ჭრილობებისა, გარდაცვლილს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, რაც მას გარდაცვალებამდე ძალადობის შედეგად ჰქონდა მიყენებული. მათ შორის მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ცხვირის, თვალბუდის და შუბლის მიდამოში დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. ნიკაპის და კისრის არეში ნასკდომი ჭრილობები, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, მარცხენა მტევნის მეორე და მესამე თითის ფალანგების მოტეხილობა. გარდა ამისა, როინ შავაძეს სხეულზე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანებების კვლები, რომელიც მიყენებული უნდა ყოფილიყო სხეულზე ანთებული სიგარეტის ზემოქმედების შედეგად. ასევე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანების კვალი, რომელიც განვითარებული შესაძლოა ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღის ლულით სხეულზე ზემოქმედების შედეგად. როინ შავაძის მკვლელობის შემდეგ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეიმუშავეს ყალბი ვერსია, კერძოდ, მისი უკანონო დაკავების ფორმალურ სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად მოგვიანებით შედგა ყალბი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიუთითეს თითქოს და როინ შავაძისგან ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ამავე ვერსიის თანახმად დაკავებულის ეტაპირება უნდა მომხდარიყო ქალაქ თბილისში. გზავრობის პროცესში როინ შავაძემ თითქოს და ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით მოითხოვა მანქანის გაჩერება, რის შემდგომაც მოახერხა სპეცდანიშნულების რაზმის წევრისთვის იარაღის წართმევა, გასროლა მათი მიმართულებით და გაქცევა, რის საფუძველზეც გაუხსნეს საპასუხო ცეცხლი. ყალბი ვერსიის გასამყარებლად სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა შემთხვევის ადგილზე შექმნეს ისეთი ვითარება, რომ როინ შავაძის განზრახ მკვლელობა აუცილებელი მოგერიების პირობებში დამნაშავე პირის მართლ ზომიერ ლიკვიდაციას დამსგავსებოდა.
კერძოდ, მაკაროვის ტიპის პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლეს მათივე ავტომანქანის მიმართულებით. მოგვიანებით კი აღნიშნული პისტოლეტი როინ შავაძის გვამთან ახლოს მოათავსეს. ამის შემდგომ სპეცრაზმელებმა გამოძიებას მისცეს ურთიერთშეთანხმებულად არასწორი ჩვენებები, შემუშავებული ყალბი ვერსიის შესაბამისად. ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროდან და თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით დადასტურდა, რომ თბილისისკენ მითითებული მარშრუტით დაკავებული ზედაპირება შეუძლებელი იყო, ვინაიდან რუსეთ-საქართველოს საომარი კონფლიქტის გამო 2008 წლის 16 აგვისტოს სამანქანო მაგისტრალი დაკეტილი იყო. ამდენად როინ შავაძის დაკავების ადგილიდან ტრანსპორტირების მიზანს თბილისში გადაყვანა არ წარმოადგენდა. გარდა აღნიშნულისა, საქმეზე ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ცემის შედეგად მიყენებული მძიმე დაზიანებების, კერძოდ მარცხენა მხრის და ბარძაყის ზვლის მოტეხილობის ფონზე, როინ შავაძისთვის შეუძლებელი იქნებოდა სპეცდანიშნულების რაზმის წევრებისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა, მათ შორის სწრაფი გადაადგილება ან დაგაქცევა. ამდენად, უთყუარად გაბათილდა ყალბი ვერსია, თითქოს როინ შავაძის ლიკვიდაცია მისი გაქცევის აღსაკვეთად განხორციელდა. ამასთანავე დადგინდა, რომ როინ შავაძის სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან შესაძლო თანამშრომლობაზე იმჟამად გამოძიებაც კი არ დაწყებულა. აღნიშნული ეჭვი არც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე შავაძე საქართველოს წინააღმდეგ დაადგინა ევროპული კონვენციის მეორე მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა. როგორც სასამართლომ განმარტა, 2008 წლის 16 აგვისტოს დაკავებული როინ შავაძის მკვლელობა განხორციელდა სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან გამოყენებული არასაჭირო და გადამეტებული ძალის შედეგად.